ორსულობა და კანის მოვლა ორსულობის დროს. რა უნდა შევცვალოთ ჩვენ ორსულობის დროს ჩვენ ყოველდღიურ მოვლაში? პირველ რიგში უნდა ამოვიღოთ რეტინოიდები, უნდა ამოვიღოთ AHA და BHA მჟავეები, თუ ისინი შრატის სახით არის ჩვენს მოვლაში, ვიტოვებთ დასაბანს, ვიტოვებთ დამატენიანებელს და რაც თავარია, ვიტოვებთ მზისგან დამცავს. რატო? იმიტომ რომ ორსულობის დროს ძალიან ხშირია ჰორმონალური ცვლილებების ფონზე პიგმენტაციის მომატება. ამისთვის რომ ეს მეტად არ წავიდეს და არ გაღრმავდეს, მაგ შემთხვევაში დაგჭირდება მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. თუ თქვენ ორსულობის დროს მაგალითად მოგემატათ სიმშრალე, მაშინ შეგვიძლია ავიღოთ უფრო დამატენიანებელი საცხები, თუ საცხები არ ყოფნის, შეგვიძლია დავამატოთ ნაზი ჰიალურონის შემცველი ტონერები. იმისთვის რომ სიმშრალე ავალაგოთ. ასევე შესაძლებელია ძალიან ხშირად არის, როცა გამონაყარი გამწვავდება ხოლმე სახეზე, ეხლა რაც ეხება გამონაყარს, მოგეხსენებათ, ამას ჩვენ მკურნალობთ, ესე იგი, აგრესიული მჟავეებით ან რეტინოიდებით, ორსულობის დროს ეს იქნება დაუშვებელი, ამიტომაც შემოვიფარგლოთ ისევ მინიმალური, ასე ვთქვათ, კრებულით, შეგიძლიათ აიღოთ დასაბანი საშუალება, რომელშიც იქნება მაგალითად კომპონენტები, რომელიც ცხიმიან კანს ებრძვის, მაგრამ საცხი უნდა იყოს ნეიტრალური ჰიალურონის შემცველი და რა თქმა უნდა კიდე ზემოდან დავამატოთ ამას ყველაფერს მზისგან დამცავის საშუალება. ხო, რაც ეხება მზისგან დამცავს საშუალებას, გირჩევთ მაინც გადაიზღვიოთ თავი და ორსულობის დროს გამოიყენოთ მზის დამცავის საშუალებები, რომლებიც იქნება მინერალურ ფილტრებზე. გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, როცა გადახვალთ ორსულობაში თქვენი კანის ახალი ეტაპის მოვლაზე. აბა ჩემო კარგებოდ, როგორც ყოველთვის საუკეთესო არჩევანს გისურვებთ.